სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს, კოლეგებს სურს შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან და კომისიასთან, ვინც მიიღო სტუდენტების გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს არც ერთი წევრი აქციის მონაწილეებთან არ გამოჩნდა. პროფესორებმა, რომლებმაც საკუთარ სტუდენტებს სტატუსი შეუწყვიტეს, ახალგაზრდებს დაცვის თანამშრომლების პირით შეუთვალეს, რომ სამშაბათი მათთვის არასამუშაო დღეა. თუ კი შეხვედრა სურთ, ეს გაცილებით ადრე წინსწრებად უნდა შეათანხმონ. რადგან დღეს სამუშაო დღე არ ყოფილა უნივერსიტეტში, შესაბამისად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელეფონზე არ პასუხობს. აქედან გამომდინარე, ხვალდილას 10 საათზე ჩვენ მათ დაუკავშირდებით და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები რექტორთან და ეთიკის კომიტეტთან შეხვედრას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდებისთვის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმა ეთიკის კომისიიდან მხოლოდ 2 ადამიანმა გაბედა. პროტესტის მონაწილეების გარიცხვას ხელი არ მოაწერეს რექტორის მოადგილემ გოგი მარგველაშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა თინა თინასათიანმა. 7-კაციან კომისიაში სწორედ ეს 2 ადამიანი აღმოჩნდა სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის წინააღმდეგი. საკუთარი ლექტორების მიერ გაწირულ სტუდენტებს სოლიდარობას სხვა უნივერსიტეტის პროფესორები უცხადებენ. სისტემას ეხმარებიან ჩვენ დასასჯელად რა, მაგრამ იმისი უნარი და შნო არა აქვს, რომ გამოვიდნენ და ვიღაცას პირში რაღაცა გვითხრან და თავიანთ სტუდენტებს აი ესე უმოწყალოდ გაუსწორდნენ. ეს არის პირდაპირ ჩარევა სტუდენტების აკადემიურ თავისუფლებაში, რასაც მომავალში მოყვება, რომ მოხდება ჩარევა პროფესორის აკადემიურ თავისუფლებაში და ამას საბოლოოდ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოყვება რღვევა და ჩამონგრევა საგანმანათლებლო სივრცეში. რა ხდება ამ დროს სხვა უნივერსიტეტებში? როგორ რეაგირებენ ახალგაზრდები რეჟიმის რეპრესიებზე თეატრალური სტუდენტების წინააღმდეგ? ხმაურიანი მარშით, რომელიც გუშინვე გაიმართა სხვადასხვა უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდებმა, სოლიდარობის გზავნილი უკვე გაავრცელეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ეს ის ხალხია, ვისი აქტივობაც რეჟიმს ასე ძალიან აშინებს. სტუდენტები უწყვეტ დაუმორჩილებლობას აანონსებენ. ჩვენ ვიყავით ჩვენი მეგობრების გვერდით მაშინ, როცა მათ სამჯერ გამოუძახეს პოლიცია. როცა ისინი დააჯარიმეს და როცა იძულებით და კარგვის მუქარით გამოყარეს უნივერსიტეტიდან. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის ბავშვების ბრძოლა. ეს საერთო ბრძოლაა. უნივერსიტეტი, როდესაც ასეთ შეშინებულია საკუთარი სტუდენტებით და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და ასეთ რამეზე არიან წამსვლები, მე უნივერსიტეტსაც ვერ უწოდებდი ასეთ სივრცეს და ვერც ეთიკის კომისიას მათ შორის. ცხადია, რომ სისტემას ეშინია, რეჟიმს ეშინია. ხანგრძლივი და ცივი ზამთრის შემდეგ პროტესტის გაზაფხულზე პირველი ღამისთება რუსთაველის გამზირზე შედგა. პარლამენტის კიბეებზე უნივერსიტეტიდან გაძევებული სტუდენტების მხარდასაჭერად მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. თეატრალურიდან გარიცხული 5,000 ლარით დაჯარიმებული ახალგაზრდების წინააღმდეგობამ ახალი მძლავრი საპროტესტო ტალღა შექმნა. მომავალ მსახიობებსა და რეჟისორებს ახალი თეატრის დასით შეუერთდა. თავისუფლება რეჟიმის ტყვე! თავისუფლება